უნდა ბაზიარო და თანაც. რატო? თავი უნდა მოვიკლა! მეკო. გადაწყვეტილებას არ შევსვი. ძალიან კმაყოფილი ვარ და ვისურვებდი რომ ჩვენ ქალაქს მსგავსი სპექტაკლები უფრო უხვად გქონდეს. დღეს მიხაროდა რომ სავსე დარბაზს ვუყურებდი. ეს ძალიან იშვიათობაა ჩვენ ქალაქში, სამწუხაროდ. ბედნიერი ვიქნები თუ ხშირად გვექნება ესეთი ბედნიერება, რომ სავსე დარბაზი, სასიამოვნო სპექტაკლი და რა ვიცი, უზღვავი, რა ვიცი, საოცარი ემოციები გვაქვს. რაც უფრო მეტ სიმართლეს ვიტყვით სცენიდან ადამიანებიდან, რაც მეტ მართლმადიდებულ ჭეშმარიტებას გავაცნობთ ხალხს. აქედან გამომდინარე მე მგონი უკეთესად იქნება ყველაფერი რა, ცოტა ჩვენ გულებში და ჩვენ გონებაში მეტი ინფორმაცია არის საჭირო რა. მით უმეტეს ახლა თეატრიდან განათლება მოდის, გზნობა მოდის, ჭეშმარიტება მოდის აშკარად თუ ჭეშმარიტს მივატვრით ხო ადამიანს და ეს აკლია დღეს რა ქართულ სცენას რა და რა ვიცი ლაშანოზაძემ დაგვანახა რა მე მგონი და რა ვიცი ყვაყოფილი ვარ მე პირადად ეჭვიც არ მეპარებოდა რა რომ აი ამ გზნობით გამოვიდოდი რა და კარგია რომ ესეთ თემებს ესე მართლად და ჭეშმარიტად მიუდგებით რა ჩვენ ადამიანები საოცარი გრძნობა არის, როდესაც გამოდიხარ და მსახიობისთვის საერთოდ ყველაზე მნიშვნელოვანი არის აპლოდისმენტები, ეს ახლა ყველამ კარგად იცით, მაგრამ როდესაც გამოდიხარ და სავსე დარბაზზე არის და როცა ხედავ რომ ანშლაგი არის, ესე ვიხმარე ხა ამ სიტყვას და აი ეს ემოცია დარბაზიდან მოდის, არა, ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება. აი მაშინ გავიწყდება ყველაფერი, ფინანსური მხარე, ოჯახური პრობლემები, ყველაფერი თუ რაღაც პრობლემა არის, მსახიობის ეს არის და დღეს მოხდა აი ეს ჩემი საყვარელი სპექტაკლი, კრიტი, დიმიტრი მალიაგინის და მარიამ აბაიშვილის ნაწარმოების მიხედვით ვითამაშეთ და ვარ საოცრად ბედნიერი, იმიტომ რომ სპექტაკლმა არაჩვეულებრივად შეაერა, იყო ბევრი ტაში, აპლოდისმენტები, მოლოცვები და ყველაფერი კარგი. ყველამ უნდა ნახოს, არა მარტო რუსთაველმა მაყურებელმა, არამედ აი ყველა ადამიანმა. მე ყველას ვურჩევ რომ მოვიდეს და ნახოს ლაშანოზაძის კრიტი. მამა არსენის ცხოვრებიდან არის აღებული ეს ნაწილი თვითონ ბერის ცხოვრებიდან, იმიტომ რომ რა ხდება ახლა ცხოვრებისეულად. ადამიანი არაფრისგან არ არის დაზღვეული და რაც უფრო მეტად მიდიხარ უფალთან ახლოს, მით უფრო მეტი შანსია და მით უფრო მეტად გებრძვის საწინააღმდეგო ძალა. და ამ შემთხვევაში როგორც კი ხდება ის მომენტი თქვენც ნახეთ სპექტაკლში როგორც კი კლავს ბიჭს იმ წუთში ეუფლება უწმინდური ძალა თვითონ ეს ისეთ სპექტაკლია მართლმადიდებლური და ყველაფრის მომცემი ალბათ ადამიანებისთვის თან ყველაზე კარგი ის არის რომ ამ სპექტაკლმა ბევრი ადამიანი ეკლესიაში მრევლი გახადა მადლობა უფალს რომ ჩვენ გვერგო წილად რომ ეს გაგვეკეთებინა და რა ვიცი ხლა რეაქციები თუ იმჯერებ ძალიან კარგად წავიდა ჩვენაც დაცლილები ვართ ბედნიერები ვართ რა არის ახლა ჩვენი ცხოვრება მსახიობის ტაში რომელიც ყველაფერს წონის ჩვენ ცხოვრებაში სპექტაკლი ეხება წმინდა ბერის არსენის ცხოვრებას რომელმაც განგებს საპრობილეში ჩასმისა ესე იგი ნუ ეს ჩვენი ფანტაზია რატომ მიდის ეს ციხეში მაგრამ რეალური არსენი რომელიც არსებობდა და ციხეში სასწაულმოქმედებით იქ პატიმრების ესე ვთქვათ სულები გამოისყიდა ბოროტება ლოცვით შეცვალა ციხეში ეს სპექტაკლი ფაქტიურად ეძღულება ყველა მორწმუნეს საამაყოა როცა 4 წლის შემდეგ თუ რამდენი ხნის შემდეგ თამაში მიდის როგორც პრემიერა და პირველი დღე ხალხის ემოციიდან და რაოდენობიდან გამომდინარე და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ყოველთვის ჩემს არტისტებს ამ სპექტაკლში. იმიტომ რომ ამ სპექტაკლისთვის, იმიტომ რომ თამაშობენ ისე როგორც პირველ დღეს. კიდევ უფრო იზრდება სპექტაკლი და მოთხოვნილება მასზე.